ეს ბაბუ ოვსეპია, 88 წლის. ჩვენ ახლა მოხუცთა თავშესაფარში ვართ. როგორი სევდიანია არა, ამდენი მარტოხელა მოხუცი ადამიანის ნახვა. ჩვენ დღეს ოვსეპთან მოვედით, ისე მიატოვეს, სულ მარტო. გურიაში ცხოვრობდა. შარშან საქართველოში მოსულმა დიდთოვლობამ სახლი დაუნგრია და დარჩა ასე ქუჩაში, სანამ გურიიდან აქ თბილისში მოხუცთა თავშესაფარში არ გამოუშვეს. მანამდე დაეღუპა საყვარელი ცოლი, რომელიც დაახლოებით 1 კვირა ვერ დამარხა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა. ბოლოს მეზობლები დაეხმარნენ. შვილები შორს ციმბირში ცხოვრობენ და მამა ძალიან დიდი ხანია არ გახსენებიათ. ის ავად არის, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ყურის სასმენი აპარატი და პროტეზი სჭირდება. უნდა რომ სიცოცხლის ბოლო წლებში კიდევ ერთხელ მოусმინოს სამყაროს ხმას და შეიგრძნოს თავისი საყვარელი საჭმლის გემო. რა უნდა იყოს ამაზე მარტივი, მეგობრებო? ჩვენ ხომ შეგვიძლია ბაბუს ბოლო წლები გავულამაზოთ და ვაჩუქოთ ეს მცირე, თუმცა მისთვის უზარმაზარი ბედნიერება. გთხოვთ, მეგობრებო, ნუ მივატოვებთ მოხუცებს მარტო, დავეხმაროთ მათ. ამას უფალი აუცილებლად დაინახავს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.